იმერეთის სოფელ მეორე სვირში 12 წლის ბექაბერიძე ზურგით თუთის ფოთოლს ყოველდღე აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად ეზიდება. თითქოს არაფერი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამ უბრალოებაში იკვეთება, როგორ ბრუნდება დასავლეთ საქართველოს ოჯახებში აბრეშუმის ჭია, ოჯახური შრომის, მოთმინების და შემოსავლის წყაროთ. აქ ოდითგანვე აბრეშუმი მხოლოდ ძაფი კი არა, სოფლის რიტმი, ბავშვების პასუხისმგებლობა, ქალების ხელსაქმე და ოჯახის იმედი იყო. დღეს ეს დარგი თითქმის დავიწყებულია, მაგრამ იმ ეზოებში, სადაც ოდესღაც თუთის ფოთლების შრიალი და ჭიის ჩუმი მოძრაობა ისმოდა, ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ იწყებოდა აბრეშუმის გზა ერთი საზურგე ფოთლით. იმერეთში თუთას ბჟოლას ეძახიან. ბექას მოტანილ ბჟოლის ფოთოლს სანამ ჭიას მისცემენ, ელენე ყურადღებით ათვალიერებს, თუ საჭიროა წმენს. ალბათონი ლამროს პოსტი შეხვდა ინტერნეტში და ეს სურვილი სულ მქონდა ბავშვობიდან, რომ მეხილა ეს რაღაცა საოცარი მწერი, რომელიც ძაბს აკეთებდა და მე იქიდან ქსოვილები შეგვეძლო შეგვექმნა. ქართული ჯიშია, ჭია ეს არის ქართული აბრეშუმი. ჩვენთან ახლა იმერეთში დიდი თუთის ხეებია და ახლა ბავშვები რომ არ მეხმარებოდნენ, ისე ვერ შევძლებდი ამას. ბავშვები კრეფენ ფოთოლს, ჭრიან ტოტებს და იქიდან მე უკვე ყველა ვიღებთ მონაწილეობას, ესე რომ ვთქვათ. მოვლაში საოჯახო, ნუ ახლა მთლად სახალის არ არის, ან სიცხეში გიწევს, ან რაღაც ან უნდა მარაგი უნდა გქონდეს იმის, რომ ფოთოლი გაწვიმდება, უნდა გქონდეს, ვერ მოაშიებ ჭიას. სველი არ უნდა დაულაგო. და წვიმაში კიდე შეუძლებელია ხო დაკრეფა და სველს კიდე მე რაღაცა დაავადებებს იწვევს ისეთ სპეციფიურს, რომ არა და ამდენი ნაშრომი ჩაგვეყრება წყალში. ფოთოლი დიახ, უნდა გავასუფთავოთ ნაჭრით და შევინახოთ ან წყალში ჩავდოთ დიდი ტოტები და მე ნოტიო ტილოში ვახვევთ. და ისე ვინახავთ, ანუ ვიზოგებთ, რომ თქვათ, როცა არის წვიმიანი ამინდები, გქონდეს საკვები ჭიისთვის. რისკები ძალიან დიდია, იმიტომ რომ იმერეთში ხა ეს დასავლეთში კონკრეტულად და მთელ საქართველოშიც ეს ფაროსანას პრობლემა არის და რომ იწამლება ირგვლივ გარემო. თავისთავად ჭიაზეც მოქმედებს, იმიტომ რომ ეს ფოთოლი მოხვდება იმ დაკვამლიანებაში, მიუხედავად იმისა შარშან ფანჯრები, კარი ჩავკეტე, რომ ველოდებოდი თუ არ ველოდებოდი, მაინც მზადყოფნაში ვიყავი, ფოთოლიც მოვიმარაგე, მაგრამ სადღაც ან ჭუჭრუტანაში, ან რაღაცა შემოვიდა, ხესაც მანამდე რო არ ვიცოდი რისგან იხოცებოდა, ირგვლივ თუ იწამლება მაგალითად ვენახი რამე ისეთი ძაფრი შხამიანი პრეპარატით, ისიც მოქმედებს. აი მაგალითად თუ ძალიან მცხუნვარე პერიოდია, შეიძლება ფოთოლი გამოშრეს და ისიც თავისთავად მოქმედებს. თუ ძალიან წვიმებია და ტენიანობა, ეხლა ხან გავიგერო, ტენიანობის აპარატი უნდა იყოს და ტემპერატურა უნდა რეგულირდებოდეს. თი არის ნამყენი თუთა, რომელსაც აი ეხლა უკვე მესამე ასაკიდან მეოთხე ასაკში ვაჭმევ და ძალიან დიდი ფოთლები აქვს. აი ძალიან დიდი ფოთლები აქვს და ეს არის ნამყენი. მაგრამ ორი ძირი მაქვს კიდევ ისეთი, რომ ველური თუთაა და იმას ახალი ჩვილები რო არიან და მაშინ რო შეუძლიათ რომ მოერივნონ ამ უფრო რბილი და ნორჩი პირველ ასაკში, ახლა გადმოვარჩე ცოტა მოგვიანებით დაჭეკილი ჭიები და შედარებით აი ყლორტები. კი ბატონო. აი ამას უფრო მარტივად მოერევია. დიახ. და შემდეგ უკვე ეს სქელი ფოთოლი, რომელსაც მოკრეფის დროს აი რძე გადმოსდის. აი ნაჭამი როგორი საინტერესოა და ამით ძალიან ისეთი იდეების პროფესიით მხატვარი გახლავართ და აი იდეები მომივიდა ინსპირაცია ეგრეთ წოდებული, რომ გამიკეთებინა რაღაცა და აი მაგას სრულყოფილებაში რომ მოვიყვან, უკვე რა ნივთი შეიძლება რომ გაკეთეს ესეთ საინტერესოებით მე. ნუ ახლა მე პირადად როგორც დედა და ინტერესიდან გამომდინარე ხა გითხარით რომ პროფესიით ვარ გამოყენებითი ხელოვნების მხატვარი და ეს არის ჩემი უშუალოდ ჩემ პროფესიასთან არის კავშირი.
მაგალითად რაღაც ბოჭკოდან მივიღოთ, აი მატყლიდან მაგალითად ძაფი, ხო, შალის ძაფი, აბრეშუმიდან და მერე უკვე შემდეგ ქსოვილი. აი სულ მქონდა მაგის ინტერესი, რომ როგორ შეიძლებოდა, როგორ რაღაცა მიმეღო ისეთი, რომ დამემშვენებინა ჩემი ხელნაკეთი და ამ დამშვენებასთან ერთად ყოფილიყო საკმაოდ ისეთი ღირებული. ღირებულება ახალი სიტყვა, ხო, აი მირინოსთან მაქვს მაგალითად შეხება, მირინოსის მატყლი, ქართული მატყლი და აი ამასთან შეთანხმებით რაღაც კოლაბორაციას ვაკეთებ. და ძალიან საინტერესო გამოდის, აი შარფები, თექის, მე ცოტა სქელს ვაკეთებ კიდევ ქსოვილს, აბრეშუმთან შეფარდებაში და ძალიან საინტერესო გამოდის, მე უკვე ჩანთებთან ტყავთან. ზესტაფონელმა ხელოვანმა საკუთარი ბრენდი იმერელო დააფუძნა და აბრეშუმისა და თექის კომბინაციით ნატურალურ ტყავზე ხელჩანთებს ამზადებს. ამბობს, რომ აბრეშუმის ინტეგრირება სხვადასხვა ნივთში არა მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეულ შედეგს იძლევა, არამედ პროდუქტის ღირებულებასაც ზრდის. სწორედ ამიტომ ასეთი ხელნაკეთი ნივთები კომერციულადაც მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან მომხმარებლის ინტერესი მაღალია. აქ არის ახლა როგორც ქართული იმერული ცხვარის მატყლი, ქვედაფენად მირინოსიც არის და აი ეს აბრეშუმის გაფორმებული, დიახ. თეთრი რაც არის, ხო, ეს არ შევახე ხელი და თავისივე ფერით ესეთი ბზვინვარება და საინტერესო ეს მისცა, მიანიჭა უფრო მეტად. აბა სხვა ნივთებზეც მომიყევით. აი სხვა ნივთები, დიახ, აი ეს აბრეშუმის ქაღალდი. კიდევ ასევე ვარ დაინტერესებული კალიგრაფია, ჩემი უკვე პროფესიადაც იქცა და აი ეს ქაღალდი ამის სწავლება გავიარეთ მუზეუმში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში და კალიგრაფიული ნამუშევრებიც მაქვს. ეხლა ამჟამად არ მაქვს მასზე შესრულებული და მე ეს არის პალიტრა. ანუ ესეც აბრეშუმის მუზეუმში შესწავლილი, ანუ კურსის შედეგია. ღებვა. აჰა. სხვადასხვა მინერალურია, აქ რასაც ხედავთ? ძირითადად აბრეშუმია, ეს შიფონს რომ ეძახდნენ, ეს არის, ეს უკვე მოხარშული, ისე პარკი, მკრივა და სხვადასხვა ბუნებრივ მასალაში არის შეღებილი. აბრეშუმის წარმოება თითქმის უდანაკარგო პროცესია. ელენე აბრეშუმის ჭიის ექსკრემენტებსაც კი იყენებს, როგორც შეუცვლელ, უალტერნატივო და ბუნებრივ სასუქს. ამ მაგალითზე კარგად ჩანს, რომ აბრეშუმი მხოლოდ ძაფი და ქსოვილი არ არის. ის შეიძლება იქცეს ეკოლოგიურად სუფთა, კრეატიულ და ეკონომიკურად საინტერესო წარმოებად. ჩვეულებრივი ბიოსასუქია და ვნახოთ მისი შედეგიც. აბა წავედით. აი შედეგი. ბარაკა. იმერეთიდან აბრეშუმის გზას გურიაში გავყევით. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ნინო გუდავაძემ გვიმასპინძლა. ის თბილისიდან სოფელში საცხოვრებლად სულ რაღაც 2 წლის წინ გადმოვიდა. ხის მცირე ფერმა მოაწყო და ყველი საწარმოც გააკეთა. ნინომ სოფელში მცხოვრები ქალებისთვის საშაბათო სკოლაც შექმნა. სივრცე არაფორმალური განათლებისთვის, შეხვედრებისთვის და პრაქტიკული ტრენინგებისთვის. ცოტა ხნის წინ მისი ინტერესის სფეროს მეაბრეშუმეობაც დაემატა. აბრეშუმის ჭიის მოვლა გამოზრდისა და ხარისხენი პარკის მიღების ტექნოლოგიას თავადაც დაეუფლა და მიღებულ ცოდნას სხვებსაც უზიარებს. ჭიების საკვებით მომარაგება აქაც ბავშვებს აქვს საკუთარ თავზე აღებული. კვებავენ და ზრდის პროცესს ყურადღებით აკვირდებიან. ცდილობენ არ გამორჩეთ, რომელიმე მხომ არ მოიწყინა. ხომ ყველა ჭამს და აქტიურობს. ზუსტად 2 წელია, რაც თბილისიდან სოფელში გადმოვედი საცხოვრებლად, ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად და რაც გადმოვედი სოფელში, მას შემდეგ ვფიქრობდი იმაზე, რომ აღმედგინა ძველი ტრადიცია, რაც იყო სოფელთან დაკავშირებული. ჩემი ცხოვრება ყოფილიყო მიძღვნილი რაღაც ჯანსაღ პროდუქტთან და ასე შემდეგ. და აი ამ საკითხებზე როცა ვფიქრობდი, ზუსტად მაშინ წავაწყდი ინფორმაციას აბრეშუმთან დაკავშირებით და
სხვათა შორის ჩოხატაურში იყო საკმაოდ განვითარებული ეს დარგი, ძალიან ბევრი ქალბატონი თითქმის ყველა ოჯახიდან ჩართული იყო ამ პროცესში და ამიტომ გადავწყვიტე რომ აღმედგინა ეს ტრადიცია და წელს ყავს პირველად ჩამოვიყვანეთ ჭია დავაარსეთ ქალთა საშაბათო სკოლა. ამ სკოლის ფარგლებში ქალბატონებს უტარებთ სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგებს. ერთ-ერთი მიმართულება არის აბრეშუმი. გავახსენეთ იმ ქალბატონებს, ვინც ადრე დაკავებული იყო ამ საქმიანობით და ასევე ჩავრთეთ ახალგაზრდები, ვისაც აინტერესებს, უნდა რომ იცოდეს, რა არის აბრეშუმი, როგორ შეიძლება რომ პარკი ავახვიოთ, პარკისგან ძაფი ავახვიოთ, მათთვის ვაკეთებთ ახლა ჩვენ ჯარას შეკვეთილი გვაქვს და ბავშვებს ჩავრთავთ, გვინდა რომ ხელსაქმით დაკავდნენ და ნელ-ნელა ფეხი მოიკიდოს ისევ ამ მშვენიერმა კულტურამ, რაც იყო საკმაოდ განვითარებული ჩვენთან. ოფიციალურად ქალთა საბჭოში არის დაახლოებით 20-მდე ქალბატონი გაწევრიანებული, მაგრამ როდესაც ვატარებთ ტრენინგს, ვცდილობთ რომ მხოლოდ ამ ქალთა საბჭოს წევრებზე არ იყოს გათვლილი და წინა ტრენინგი რაც ჩავატარეთ აბრეშუმის მიმართულებით 45 ადამიანი ესწრებოდა 7 სოფლიდან. 7 სხვადასხვა სოფლიდან მოვიწვიეთ ქალბატონები. პირველი იყო აბრეშუმის მიმართულებით, ხვალ უკვე დაგეგმილი არის კულინარიის მასტერკლასი, მაგრამ ამ კულინარიაში, აი როგორც გითხარით, როცა რაღაცა პროექტს ვაკეთებ პირობითად, ხო? ვცდილობ, რომ ამ პროექტის მიზანი იყოს რაღაცა დაკავშირებული ძველთან. გურიასთან, ტრადიციასთან და ისტორიასთან, ავთენტურობასთან. ამიტომ ახლა ჩვენ ხვალ კულინარიის მასტერკლასზე კი რაღაც თანამედროვე კერძებსაც დავამზადებთ, მაგრამ გამოვიყენებთ მაგალითად მცენარე ონჭოს, რომელსაც ადრე ჩვენი ბებიები იყენებდნენ სხვადასხვა რძის პროდუქტებში. მის შეფმზარეული გვპირდება, რომ გვასწავლის ისეთ განსხვავებულ საუზმეს ამ ძველი მცენარით, რომელსაც ჩვენ მე ტურისტებს შევთავაზებთ. აუდიტორია არის დაკომპლექტებული ისეთი ადამიანებისგან, ვინც ტურიზმის სფეროში მოღვაწეობს, აგროტურიზმით არის დაკავებული და ჩვენთან ჩამოსულ ტურისტს შესთავაზებს ძველ კერძს სახლებური ინტერპრეტაციით. კი ბატონო, და კიდევ გვაქვს მიმართულება მესამეც, ეს არის ნიადაგის სწორი მოვლა, მულჩირება, ძველი და თანამედროვე ტექნიკის შერწყმა, ჯერჯერობით ეს სამია, ბიოწარმოების ხაზით, დიახ და ჯერჯერობით ეს სამია, მაგრამ იგეგმება კიდევ სხვადასხვა მიმართულების ჩართვაც. ამ ქალთა სკოლის მიზანია, რომ გარდა იმისა, რომ ცოდნა გავუღრმავოთ ქალბატონებს, მათ შევასწავლოთ რაღაცა ისეთი პროფესიის საწყისი ეტაპები, რაც მერე გაუჩენს მათ შემოსავალს და აი არ მობეზრდებათ სოფელში ცხოვრება, არ გაიქცევიან, არ იფიქრებენ თუნდაც ახალგაზრდები იმაზე, რომ როგორც კი სკოლას დაამთავრებენ, გაიქცნენ და აღარ ჩამოვიდნენ. აი მე მინდა ვიყო მათთვის მაგალითი. როცა ჩავატარეთ ჩვენ ტრენინგი და დავარიგეთ ჭია, ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდებოდა, რომ მეც მინდა ეს ჩემთვის შემოსავალი იქნება, როგორც ადრე იყო და ასე შემდეგ. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ გარდა იმისა, რომ ქალბატონები აი ამ ლამაზ პარკებს გააკეთებენ და მათ რეალიზაციაში დავეხმარებით, ჩვენ გვინდა სხვა მიმართულების განვითარებაც. გვინდა აბრეშუმის ქაღალდის დამზადება, რომელ პროცესშიც იქნებიან ბავშვები აქტიურად ჩართულები. ჩვენ გვინდა კოსმეტიკური საშუალების გაკეთება, ჩვენ გვინდა ასევე საპონის გაკეთება, გვინდა ტყავთან ამ ყველაფრის შერწყმა და ამ პროცესებში ქალბატონები ამას რომ ისწავლიან, დაამზადებენ ნივთებს, რომელსაც მერე გააყიდიან და ეს იქნება მათი შემოსავალი. ანუ არ მინდა რომ მხოლოდ აი ამით დამთავრდეს და ჩააბარონ და ეს იყოს გაჩერების წერტილი. მინდა რომ უფრო და უფრო განვითარდნენ. ეხლა ჩვენ ამ წუთას ვიზუალურად არ გამოიყურება ლამაზად, მაგრამ აი იმ სივრცეში ვგეგმავთ ქალთა სახელოსნოს გაკეთებას, რომელსაც ძველი ოდას ის ექნება ვიზუალი ექნება და იქ ამ ხელსაქმეს ჩვენ ქალბატონებს შევასწავლით. ჩვენ ვერ გავექცევით იმ აზრს, რომ სოფლის მოსახლეობა სამწუხაროდ ცდილობს ქალაქში, დედაქალაქში წასვლას და იქ დასაქმებას. და როცა ამ ადამიანებს ჩვენ ვეტყვით და უკვე ვეუბნებით, რომ მათ შეუძლიათ კონდეთ რაღაც ხელსაქმე, რომელსაც ასე თუ ისე იცნობენ და იციან, განვითარებული იყო ჩვენთან, ეს არის მათთვის სტიმული.
ეს არის მათთვის შემოსავალი, რომ პარალელურად ოჯახში საქმიანობისა, პარალელურად იმ საქმისა, რასაც აკეთებენ სოფელში, ხო, საკმაოდ რთული ცხოვრება უწევთ სოფლის მაცხოვრებლებს, იმიტომ რომ სხვადასხვა საქმით არიან დაკავებულები, პარალელურად მაინც უმეტესობა თანახმაა, რომ აი დასვან აბრეშუმი, იმიტომ რომ ეს იქნება მათთვის დამატებითი შემოსავალი. აი ისეთმა ადამიანებმა დაგვირეკეს რომ ჩვენ რატო არ მოგვიყვანეთ ჭია, რომელსაც მაგალითად ძროხებიც ყავს, თხებიც ყავს, თხილიც აქვს, კიდევ დადის დამატებით სხვადასხვა სამუშაოებზე, მაგრამ უნდა მაინც, იმიტომ რომ უნდათ რომ კონდეთ შემოსავალი, მით უმეტეს იციან ეს სფერო. საშაბათო სკოლაში გურულმა ქალებმა ელენე ჯუღელის მენტორობით აბრეშუმისგან ქაღალდის დამზადება ისწავლეს. ასე გაჩნდა გურიაში კიდევ ერთი სივრცე, სადაც აბრეშუმი მხოლოდ წარსულის ტრადიციად აღარ რჩება და ახალ პრაქტიკულ და შემოქმედებით ფორმას იძენს. აბრეშუმის პარკისგან ქაღალდის დამზადება რამდენიმე ეტაპს მოითხოვს. უპირველესად პარკი იხარშება, რომ დარბილდეს და მისგან ბუნებრივი წებო, სირიცინი გამოიყოს. სწორედ ეს ნივთიერება ეხმარება ბოჭკოებს ერთმანეთთან შეწებება შეკვრაში. ხარშვის დრო პარკის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვეულებრივ პროცესი დაახლოებით 30 წუთამდე გრძელდება. შემდეგ დარბილებული პარკი ხელით იშლება. ბოჭკოები ერთმანეთისგან ფრთხილად ცალკევდება და მიღებული ბადისებური მასა სპეციალურ ფორმაზე თანაბრად იფინება. ქაღალდის ფენის შესაქმნელად. რამდენიმე ფენა ჯვარედინად ერთმანეთს უნდა გადაედოს. პროცესი საკმაოდ სახალისო და ვიზუალურად ლამაზი სანახავია, თუმცა შრომატევადიც და პარკის დაშლა სპეციალური ტექნიკის მიგნებას გულისხმობს. აი ამ მოვუძებნოთ თავი. შეხედე, აი ეს, ნახე. ეს სანამისა ცხელია თუ ვიროც შევდება. მე დავწერე მაგიდა. არ უნდა დავწიწკნოთ, აი გააცალო ერთმანეთს არ არის ადვილი და ეხლა ამაზე რომ დაწერ კალიგრაფიულად მომეროგითება მეცქნა. ეს ჩემი ხელით თუ არ მექნა, ასე ვერ მიხვდებოდი რა, რთული ყოფილა. ანაბრად და დავტოვოთ. კარგია? გალომდი ვერ მეყვანს. გაწევთ ნელა გამოიწევ აი მართლა ახლა პირველი მცდელობაა და ამას მე ხელი გონება ყველაფერი მიეჩვევა და ცოტა ფრთხილი ძდომებია. ხო წინაპრები რა საკეთებ. მას შემდეგ, რაც აბრეშუმის ფენები სასურველ ფორმას და სისქეს მიაღწევს, ზემოდან ბადე ეფინება და ზედაპირი ფრთხილად მუშავდება. მასა კარგად უნდა გაიჟღინთოს წებოთი, რათა ბოჭკოები ერთმანეთს მყარად დაუკავშირდნენ. ამის შემდეგ ქაღალდი მზეზე, ჰაერგამტარ ზედაპირზე, ჟალუზზე ან ბადეზე იდება და შრება. საბოლოოდ კი მიიღება მსუბუქი, გამძლე და ბუნებრივი ტექსტურის მქონე აბრეშუმის ქაღალდი. ვცადოთ, რომ შევამოწმოთ სადმე არ იყოს დარჩენილი სიცარიელე. აი ესე გადავხლავთ ერთმანეთში. ნახეთ, თითქოს და შეასწორეთ ეგრე, რომ სიცარიელი არ კონდეს, რომ მე ქაღალდი არ დაგვეშალოს. თან არა სიცარული. დავაფინოთ. არ მიყოლა გაკაკ არ Всё, ეს არის ახლა ამ ეტაპისთვის მზალი. ამის ქვეშ და და მაგას უნდა დავადოთ კიდე წებო, ეხა? ეხლა წებოთი უნდა დამაგრდეს ეგა. აბრეშუმის ჭია სკოლაშიც გამოზარდეს. მოვლის პროცესში სკოლის პერსონალიც და მოსწავლეებიც ჩაერთნენ. აბრეშუმისგან ქაღალდის დამზადების ტრენინგს სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. მათთვის ეს იყო შესაძლებლობა უკეთ დაენახათ, რა გზა შეიძლება გაიაროს აბრეშუმმა პარკის მიღების შემდეგ და როგორ შეიძლება მისი პრაქტიკაში გამოყენება. ცდელობამ
რომ ბავშვებში აბრეშუმისადმი ინტერესი გაეღვიძებინათ, გაამართლა. ამ გამოცდილებით კი აბრეშუმი ბავშვებისთვის მხოლოდ ბიოლოგიის გაკვეთილის ნაწილი კი არა, ცოდნად, ხელოვნებად და ახალ შესაძლებლობად იქცა. მოკლედ, აბრეშუმის შემოსვლა ჩვენ სკოლაში დაკავშირებულია ერთ გაკვეთილთან. გაკვეთილზე წარმოიშვა იდეა, ახსენეთ სიკეთის უკვდავება და დაიბადა იდეა. მე ბავშვებს ვუთხარი, რომ ბავშვობაში მყავს ნანახი. მონაწილეობა გაზრდის პროცესში არ მქონდა მიღებული, მაგრამ ვეცდები ვიშოვო მეთქი. მე დავიწყე მოძიება, აღმოჩნდი ისეთ ჯგუფში მიაბრეშუმეთა, სადაც ბრძანდებოდა ქალბატონი მარია ბატონი ირაკლი დამაკვალიანეს, ქალბატონი ნინო დამეხმარა და ეს პატარა აბრეშუმის ახალგამოჩეკილი ჭიები მოვიდა ჩვენამდე და მოკლედ ფორმალურ სივრცეში მიღებული განათლება ახლა გადმოვიტანეთ არაფორმალურ სივრცეში. ციგნიერების კლუბის ფარგლებში ხდებოდა ეს ყველაფერი და ამაში ჩაერთო სასკოლო საზოგადოება მთლიანი. ყველა საგნის პედაგოგი აბსოლუტურად. რა თქმა უნდა დირექტორისგან მქონდა თავიდანვე თანხმობა, თორემ მე ამას ვერ გავაკეთებდი. ვიკვლევდით წარსულს, აბრეშუმის წარსულს, როგორ უნდა მიგვეცა თუთის ფოთლები, როგორი უნდა მიგვეცა ხარისხს ვიცავდით, აი თითოეულ ფოთოლს ვწმენდით. სკოლის ტექნიკური პერსონალიც კი ისე გვეხმარებოდა, არ ვიცი ისინი გვხმარებოდნენ, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით და საგანთა შორის ინტეგრაციაც იყო. აი ყველაფერი მოიცვა მდგრადი განვითარების მიზნები, საგნობრივი სტანდარტები და ისეთი მუშაობა წარიმართა. ბავშვები აწარმოებდნენ ყოველდღიურ კალენდარს, იწერდნენ ყოველ დღე ვინ მოიტანა თუთის ფოთოლი, რომელ საათზეა ჭამდა. მორიგეობა ჰქონდათ. შტაბეჭდილებების კედელი გავაკეთეთ. სტუმარი რომ მოდიოდა ამ შტაბეჭდილებების კედელზე თავის ჩანაწერს ვიკეთებდა. ხელნაკეთი წიგნები დაამზადეს, აი ყველაფერს იწერდნენ. მასწავლებლები ღია გაკვეთილებს ატარებდნენ ჭიჭის სასიცოცხლო ციკლის შესახებ. ისე საინტერესო წარიმართა პროცესები და არ ვიცი თემით ჩართული იყო, მშობელიც ჩართული იყო და თავიც კარგი შედეგი მივიღეთ საბოლოოდ. ახალგაზრდები რო უყვირდებოდნენ ჭიას, ალბათ ისწავლიან შრომის მოყვარეობას, წესრიგს, აი ყველაფრის მიმართ განსაკუთრებულ მიდგომას, არ ჭამს სხვა ფოთოლს ჭია. უბრალოდ ამასაც დაუკვირდნენ ბავშვები, რომ მხოლოდ თუთას მიიღოს. აი განსაკუთრებული ვიმუშავეთ დიალექტებზეც კი. გურული დიალექტები გამოვიყენეთ, ჩელტი დაამზადეს და იციან ჩელტი როგორ მზადდება. ბჟოლა ალბათ. ბჟოლი, ყაჭი, გურიაში მას ყაჭი ეწოდება და ყაჭი დავაყურე, რო იტყოდნენ ეს ძველად ასეთი ფრაზა არსებობდა გურიაში. და ბევრი დარგი მოიცვა ამან ჩვენ სკოლაში, რამდენიმე საგანი. გაერთიან და არ ვიცი ისეთი ცოდნა შეიძინეს, ეს იყო პრაქტიკული სწავლება, არაფორმალური განათლებისა და ფორმალურის ინტეგრაცია და ყველაფერი მოიცვა ერთად. შრომით მოყარი გავხდი და ძალიან მომეწონა აბრეშუმის ჭია, ჯერ არ მყავდა ნანახი და მე-4 კლასის მოსწავლე გავხდი, მაშინ შევიძინე ეს შრომით. და შეგიყვარდათ ალბათ, ხო? მე ძალიან შევიყვარდა. თუ გქონიათ ისეთი მომენტი, რომ აი შედიხართ, თქვათ, დახედავთ და აი რაღაცა რომელიღაცა არ მოგეწონათ, ცოტა უძრავად არის გქონიათ ეგეთი და რას აკეთებთ ამ დროს? მასწავლებელთან გავფრინავთ და ვეუბნებით მას ეს არ მოძრაობს. ან პარკი დაიხვრია, ან ცხენერი ფერი აქვს. ტრენინგზე ძველი მიაბრეშუმე დარეჯან კალანდაძეც გავიცანით. მას უკითხეთ, რა როლი ჰქონდა მიაბრეშუმეობას გურულების ცხოვრებაში, რა დარჩა დღეს ამ ტრადიციისგან და რამდენად მნიშვნელოვანია დარგის ხელახალი გაღვიძება. მისი გამოცდილება აჩვენებს, რომ აბრეშუმი გურიაში მხოლოდ ძველი ხელობა არ ყოფილა, ის სოფლის ოჯახებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო და ქალების შრომის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. დღეს კი მიაბრეშუმეობის დაბრუნება გურული ქალებისთვის შესაძლოა თვით დასაქმებისა და ადგილზე დამაგრების ახალ შესაძლებლობად იქცეს. მე 80 წელში გამოვთხოვდი ამ სოფელში და ჩემ დედამთილს ყავდა აბრეშუმი და პირველად მაშინ აქ ვეზიარე ამ საუკეთესო დარგს, რასაც ქვია. და მე 3 წლის მერე დედამთილი რომ გარდაიცვალა, ჩვენ ოჯახში ტრადიცია დარჩა, რომ მეც უნდა მეწარმოებია ეს აბრეშუმი, რომ აუცილებელი იყო. კოლექტივს ყავდა ეს აბრეშუმი და აუცილებელი იყო ეს, რომ უნდა ყოლოდა ჩვენც. და პერსპექტივა ჰქონდა იმისი, რომ ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ აბრეშუმის თუთის მოტანაში. მე ყველა კვირაში თითქმის აგრონომი დადიოდა, მიაბრეშუმი აგრონომი და ამოწმებდა რამე ხომ არ ჭირდებოდა.
ხო და გვიწყობდნენ ხელს. შემოსავლიანი იყო, ძალიან დატვირთული პერიოდი იყო იმ დროში ეს, რომ აბრეშუმი იყო, ჩაი იყო, ყანა იყო, ორი ჩვილი ბავშვი მყავდა. და მეუღლე მეხმარებოდა და ვახერხებდით ამას როგორმე ვახერხებდით ყველანაირად და ფასი ხომ მქონდა, როგორც კი გამოვხეკდით, ეგრევე ვაბარებდით. ან თვითონ მანქანა მოვიდო და წაიღებდა, მაგრამ მე ისა წლის ბოლოს კიდე მე-12 თვე რო დამთავრდებოდა, მე-13 თვეს ოძახოდნენ. პრემიას გვაძლევდნენ და საჩუქრები იყო. მოწინავე მე აბრეშუმე ვიყავი. ამასთან ერთად ორი ჩვილი ბავშვით. უკმაყოფილო დაგვჭა ქალები, რომ რატომ არ შეგვატყობინეთ, ჩვენც დავისვამდითო. მე ერთმა ქალმა მითხრა, რომ მქონდა ისა ბჟოლი ეზოშიო და რატომ არ მითხარი, ვუთხარი არ იყო რაოდენობა იმდენი და ყველას ვერ უთხარი მე და გაისათ იქნება თქვა დავაგულიანე ქალები. ტრენინგიც დასასრულს მიუახლოვდა. დღეისათვის ეს აქტივობა დასრულებულია და ამას ჭირდება ხა დრო, რამოდენიმე საათი, სავარაუდოდ ერთი დღე გაშრება და უკვე მზად იქნება შემდეგი აქტივობისთვის. გინდ კალიგრაფიულად შესრულდება ნამუშევარი, გინდ ნახატის სასურველი, რაც ეტოვებათ ბავშვებს. შეხვედრის დასასრულს ამ დღის სამახსოვროდ ტრენერმა ელენემ ტრენინგის ყველა მონაწილის სახელი ქართული ორიგინალური კალიგრაფიით დაიტანა. ზესტაფონიდან გურიამდე ნანახმა ისტორიებმა აჩვენა, რომ აბრეშუმი წარსულის დავიწყებული ტრადიცია კი არა, რესურსია, რომელსაც ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. და ალბათ სწორედ აქ არის მისი მთავარი ძალაც. ძველი ცოდნაც ხომ ახალ იდეებს უკავშირდება, ხოლო თუთის ფოთლიდან დაწყებული გზა შეიძლება თანამედროვე, უდანაკარგო და შემოქმედებით წარმოებამდე მივიდეს.